ხო ის გურულები ცოტა ჩვენ შერეკილი ხალხი ვართ. გვიყვარს ეს რა ქვია out of box ყოფნა და ალბათ ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რაც რეაქტიულ გურულებს ამშვიდებს. 200 მილიონი ადამიანი მოიხმარდა ოდესღაც სულ რაღაც 30-15 წლის წინ ქართულ ჩაის. კონი უნდა შევიცვალო აზრი. ეს არის სიცოცხლე. უცებ უცნობმა მამაკაცმა ჩამოიარა სავიზიტო ბარათით ხელში, გამიცვალა ეს და თქვენ ფერმერი ხო? დიახ, კი, გავცვალეთ ბარათი. პატარა ციხე ჩავდგით, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ კულტურის დარაჯები საქართველოში. ჩემი ჩაის სიყვარულიც ჩაის ფოთლების სურნელებიდან დაიწყო ბავშვობაში. პატარ-პატარა დეტალები ქმნის იმ საერთო ენერგიას, რასაც ჩემი ჩიტებიც ეთანხმება. ხო და აქ უნდა რაღაცებ ჩავასახლოს მე ბებია ილიკო და ილარიონის სიუჟეტები. დაახლოებით 5 კილოგრამი ესეთი ცოცხალი ფოთოლი იძლევა 1 კილოგრამ მზა პროდუქციას ჩაის. ჩავხდოთ ახლა ჩვენი წამზომი. რაღაცით მართლა მედიტაციას მოგონებს. აქედან ახლა მწვანე ჩაი ჩვენ წაგვიყვანა უკან ჩაის ბაღებში. კი. ხო ეგ ამბავი. აი ზუსტად ეგ არის. აუ რა მაგარია, ახლა სულ სხვანაირად გაიხსნა, ძალიან მაგარია. მოვედი ხმის გამაძლიერებლით. დაგიმაგრებთ. ხო, იბოდე. აქედან ისე საინტერესო ჩანს თქვენი პლანტაცია და ხო, აქ ფიქრობ, რომ ამფითეატრივით უნდა გავაკეთო. მაგარია. წინ არის სოფელი შემოქმედი, ისტორიული სოფელია გურიაში. ალბათ ერთ-ერთი უძველესი. და სხვათა შორის ამ მთებს შორის ეჰო მოძრაობს, მე გავტესტავთ მაგას და ძალიან კარგი აკუსტიკა აქვს. საინტერესო თავგადასავალი გველის ესე იგი წინ. კონცერტ. მე უნდა უთხრა მაყურებელს როგორ დაიწყო ჩვენი ამბავი, სხვათა შორის ზებრაზე. ბათუმში ზებრაზე გადავდივარ. უცებ უცნობმა მამაკაცმა ჩამოიარა სავიზიტო ბარათით ხელში, გამიცვალა ეს, თქვენ ფერმერი ხო? დიახ, კი, გავცვალეთ ბარათი. და ჩავიარეთ, ანუ ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა, რა ხდებოდა. შემდეგ დავხედე ბარათს, აღმოვაჩინე რომ ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია დაუკავშირდით და სულ რამდენიმე კვირაში, 2 კვირაში უკვე აღმოჩნდით აქ. გურიაში, მელექედურში. ძალიან დიდი მადლობა ზებრაზე რომ შემნიშნეთ. მადლობა თქვენ რომ მოგდეთ. გრძნობ რამდენად საინტერესო გადაცემის შანსი გაგვიჩნდა. ძველ დროში მგონია თავ იმდენად ლამაზია, ახლა ხომ იშვიათია ქართული ჩაი ასე მოწესრიგებულად ლამაზად, იმიტომ რომ მაინც მივიწყებული ტრადიცია ითვლება და აღდგენის პროცესშია და კი ბატონო, ჩვენი мотиваცია ზუსტად ეგ იყო რა. ხშირად მეკითხებიან რომ აი რა არის мотиваცია, რისთვისაც ალექს ამდენ შრომას ძალისხმევას დებთ ამ ამბავში და სხვათა შორის თავიდან ესე გამართულად ვერ პასუხობდი ამაზე და მე სიღრმისეულად რო ვიფიქრე, მივხვდი რომ უბრალოდ იმდენ თაობასა აქ ჩადებული თავიანთი შრომა, ძალისხმევა და ეს ყველაფერი მე გაპარტახებული ხდება და ყოველდღიურობაში ამას უყურებ შენ სოფელში, შენ რეგიონში თუ შენ ქვეყანაში. რა ვიცი, ამაზე მეტი мотиваცია რა უნდა იყოს, რომ ეს სტატუს-კვო შეცვალო და ასე მოხვედით. ჩვენც ამბით იწყება ჩვენი ამბავი და
მოკლედ უძველესი ქართული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ, შეიძლება ასე ითქვას. და აღმდგენი პირველ რიგში, იმიტომ რომ მე როგორც წავიკითხე თქვენს ვებგვერდზე, რაღაც საუკუნის წინ დაწყებული ამ მიწაზე სწორედ დაწყებული საქმე აღადგინეთ, შეიძლება ასე ითქვას. ეს არ არის ახალი იდეა, ეს არის აქ არაფერი არ იყო. ეს აქ იყო უბრალოდ ბევრი მწვანე მასა. ეს პლანტაციები ბუნებრივია იყო, თვითონ მცენარეები, მაგრამ გაველურებულ მდგომარეობაში, ხო. კი ბატონო. პატარა ციხე ჩავდგით, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ კულტურის დარაჯები საქართველოში, ერთ-ერთი სხვა ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ამ რეგიონში არიან მეჩაიები, რომლებიც ამ საქმეს ეწევიან საკმაოდ კარგად. და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ დიდ ეროვნულ საქმეში, ჩემი აზრით. ეს პატარა ამბავი არ არის. კი ბატონო, ისტორიულად როდის იწყება ათვლა ამ მიწაზე ჩაის? ჩვენი კვლევების თანახმად დაახლოებით 1933 წლიდან უკვე აქ ინტენსიურად შენდება ჩაის ბაღები. თვითონ ეს მცენარე საკმაოდ სიცოცხლის უნარიანია, როგორც ამბობენ 350-დან 400 წელიწადამდე ცოცხლობს. წარმოშობით ჩინეთიდან, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ ჩინელებიც გაუცებული ყავს ქართული ჩაის გემოვნური თვისებებით და ხარისხით. ბევრი დადის აქ. მობძან. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. რა სილამაზეა, ღმერთო ჩემო, რა მაგარია. მოკლედ ვიზუალურ მხარეზეც ბევრს ზრუნავთ და ფიქრობთ და შრომობთ. ესთეტიკა. გვიყვარს. იგრძნობთ. და მცენარესაც უყვარს ვათაშორის. გრძნობს მაინც. ხო, იმიტომ კულტურული მცენარე არის და სხვანაირ მოპყრობას საჭიროებს და ღირსიც არის. ჩაი წყლის შემდეგ მეორე სასმელია გავრცელებული მსოფლიოში. ანუ რო წარმოიდგინოთ, თითქმის ყველა ადამიანი, თითქმის ყველა ოჯახი ყოველდღიურად მიირთმევს და შესაბამისად დაფასებას და მოვლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქ ახლა აღდგენილ მდგომარეობაში, აი ამ ფორმაში გვაქვს დაახლოებით 5 ჰექტარი და ცოტა ზემოთ მეორე ბაღები გვაქვს, რომლებიც დაახლოებით ამ ზომის იქნება 4. ხო, დაახლოებით 4. თქვენ როდის დაიწყეთ ალექსანდრე ეს საქმე? როდის მოვიდა თქვენში უკვე იდეა, რომ ჩაიზე გემუშავოთ? ანუ სადღაც 2018 წელი იყო, როცა ესე სტრატეგიულად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეკიდა ხელი ამ საქმისთვის, მაგრამ მოგვეკიდა აი ზუსტად იმ ხარისხის და იმ ძალით რა გეზით გვაქვს აღებული რა. ანუ შეგვექმნა სოფლიო დონის ბრენდი, პროდუქტი, რომლითაც არა მარტო ქართველები, არამედ სხვა სტუმრების და მოყვარულებიც ისარგებლებდნენ და პრინციპში გამოგვივიდა კიდეც. ჩვენ ყოველ წელიწადს ახლა ზემოთ ალბათ სადაც სადეგუსტაციო სივრცე და ბაღები გვაქვს კიდე 1000-ზე მეტი ვიზიტორი ყავს დაახლოებით რა. ვინც სპეციფიურად მოდის აქ ჩაის დასაგემოვნებად. უცხოელებიც და ქართველებიც. უცხოელებიც და ქართველებიც, კი. ვა. ტაბათი, ასე ქვია თქვენს ვებგვერდს და წარმოებას. რატომ ტაბა? საიდან მოდის? ხო, ტაბა ძველ მესხეთში ყოფილა ჭუჭლის სახეობა, რითაც ძველი მესხები, ქართველები სვამდნენ ცხელ სასმისებს. შეიძლება ღვინო ყოფილიყო, ალბათ ღვინოც იქნებოდა. მარკეტინგულმა კომპანია, რომელიც გვეხმარებოდა ჩვენ ამ ბრენდირების საკითხში, გვირჩია ეს და ძალიან მადლიერი ვართ, რომ კი, კარგად ჟღერს, რაღაცნაირად ქართულადაც. ჩვენ კოოპერატივი ვართ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და კოოპერატივს ქვია 9. მნიშვნელოვანი როლი აქვს კოოპერატივებს ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებაში და მიხარია რომ ერთიანი ძალებით და ფერმერების გაერთიანებით შექმნილი წარმოებაა, რაც თითოეულის мотиваციასაც აძლიერებს და უკვე სხვებსაც აძლევს რაღაც გარკვეულ ბიძგებს, ხო? კი ბატონო, ჩვენ გვინდა რომ ავიყოლიოთ. რას აკეთებთ ამისთვის, რომ აიყოლიოთ ხალხი? ამ კეთილ საქმეში პირველ რიგში ალბათ ჩემი აზრით ჩვენ უნდა მოვიპოვოთ უკვე ის სტაბილური მდგომარეობა, რაც უკვე საშუალებას მოგცემს, რომ პატარა ექსპერიმენტებიც ვატაროთ, გვერდზე გავიხედოთ, სხვა ადამიანებს მივაქციოთ ყურადღება, ჩართულობა მეტი იყოს და ასე შემდეგ რა. და დიდი მისია გვაქვს ის, რომ მუშაობთ ინფორმაციულ ველზე,
То ბევრმა ქართველებმაც კი არ იციან საქართველოში ამხელა კულტურა იყო 200 მილიონი ადამიანი მოიხმარდა ოდესღაც სულ რაღაც 35 წლის წინ ქართულ ჩაის ეს ძალიან დიდი ციფრებია უცხოელმა მოგზაურებმა უფრო მეტი იციან საქართველოში ქართული ჩაის შესახებ ვიდრე ადგილობრივმა მაგრამ ამ მიმართულებით ახლა ჩვენ ერთ-ერთი მიმართულება გვაქვს ღია კარის დღეები გვაქვს სკოლებისთვის ვა და ვიწვევთ სკოლებს აქ ატარებენ ან მცირე გაკვეთილებს ან აკავშირებენ თავიანთ დროს გურიაში მოგზაურობას და მათ შორის ჩვენ ბაღებში მოსვლას და ძირითადად სხვადასხვა რეგიონებიდან იმედია გურულების მალე ჩაერთვებიან იცით თვითონ მასწავლებლების გაკვირვებული არიან იმდენად აღტაცებაში მოდიან ბავშვები როცა ჩამოდიან იმიტომ რომ არ ვიცი ეს სიმწვანე რაღაცა ეს მოწესრიგებული გარემო წარმატების სურნელი ხო რაღაცა პოზიტიურ ამბავს იწვევს მათში და შემეცნების ამბავია ყველაფერი საერთო ჯამში თქვენ გქონდათ ბავშვობაში შეხება ბუნებასთან სოფელთან კი რა თქმა უნდა მე აქ დავიბადე სოფელ მელექედურში ჩემი ჩაის სიყვარულიც ჩაის ფოთლების სურნელებიდან დაიწყო ბავშვობაში. ამის გაგება. ხო, მაგის შემდეგ ბევრი თავგადასავლები მქონდა მოგზაურობა საბოლოო ჯამში დაბრუნდით აქ. ხო, ჩვენი და ჩაის სიყვარული აღმოჩნდა ხანგრძლივი და საინტერესო. წინ დიდი გზა გვაქვს, ასე რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ისევ წინ არის. ჩვენთან პროცესი ხდება ხელით კრეფას ვეძახით, ანუ სელექციურად ხდება ფოთლის აღება. გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელით კრეფა და რა ანუ ალტერნატივა? არ ვიყენებთ არანაირ მანქანებს ან მექანიკურ საშუალებებს იმისთვის, რომ ფოთოლი მივიღოთ. იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ მხოლოდ პრემიალურ ხარისხზე და ამისთვის სჭირდება ხარისხოვანი პროდუქცია და პირველ რიგში არის რაც არის აი ეს ზედა 3 ფოთოლი, ანუ ყველაზე ნორჩი და გატენილი მინერალებით და იმ ყველა სასიკეთო ელემენტებით, რასაც ეს მცენარე მიწიდან იღებს. ბაღში ძირითადად ზამთრის სეზონში სამუშაოები შეჩერებულია და არაფერი აქტიური არ ხდება. ჩვენი ვაგზნობენ მცენარები თავს, ემზადებიან თოვლისთვის. რაც ცალკე კაი ამბავია კიდე ამ მცენარისთვის. ჩვენ ვემზადებით, რავი, მარკეტინგი, დაფასოება, ახალი პარტნიორები, ექსპერიმენტები, გამოფენები. თუ სხვა კულტურების შემთხვევაში გვიწევს მთელი ყველა სეზონის განმავლობაში აქტიურად ბაღში ყოფნა ჩართვა, აი ამ მოდუნების და ახალი იდეების გაჩენის შესაძლებლობას ჩაი გვაძლევს, ესე იგი. ჩაის აქვს ერთი ძალიან საიდუმლო თვისება. რომელსაც მოგვიანებით, როცა დეგუსტაციის პროცესი დადგება, უფრო პროფესიონალურად, ხო, უფრო პროფესიონალურ ენაზე ავხსნით, ხო. რატო შვება მაგას ჩაი? ლამაზ ერთგვაროვან ბუჩქებს როგორ იღებთ? აქ რა არის თქვენი? ხო, აქ ხდება გასხლის ფორმირების პროცესი ეძახიან. წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ ვაძლევთ ესეთ შეფერილობას. ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი რომ ადვილი იყოს მათთან მუშაობა, ანუ ოპტიმალური სიმაღლე და რეზისტენტული იყოს თოვლის საფართ. მოგეხსენება წელს თული ზამთარი ქონდა, დაახლოებით 2 მეტრამდე თოვლი იყო გურიაში და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი დომისებური მგვალი ფორმები აქვს, ძალიან ბევრი ბუჩქი იყო დაზიანებული, ანუ ამ თოვლის წონის გამო. ხო, ეხლა აქ მოკლედ ამ ჩაის სიყვარულმა დამაწყებინა არტისტული რაღაცების გამოვლინება რა ჩემში და ეხლა ქვები ვიპოვე და უნდა დავიწყო ქვებისგან მცირე ქანდაკებების გამოძერწვა მე თვითონ არ ვიცი როგორ გამომივა მაგრამ რავი მე გაგიზიარებ რა ხო და აქ უნდა რაღაცებს ჩავასახლო ეს მე ბებია ილიკო და ილარიონის სიუჟეტები ხო ეს გურულები ცოტა ჩვენ შერეკილი ხალხი ვართ გვიყვარს ეს რა ქვია out of box ყოფნა და ქალაქების სახელები საიდანაც ძირითადად სტუმრობენ ხო სტუმრობენ ვა ტოკიო დუბაი ლონდონი მუმბაი კიევი პრაღა ბარსელონა სტამბული და კაირო ვაუ რომელი აღფრთოვანდა ყველაზე მეტად მუმბაი გვაინტერესებს მუმბაი მრავლად მუმბაი სხვათა შორის ძალიან მოეწონათ მოცვის ჩაი
ჩვენ ველური მოცვის ჩაისვასაც ვამზადებთ და მაგით იყვნენ აფთოვანებული. ალბათ ყველაზე კარგად ჩვენ ჩაის უგებს ჩეხეთი და პოლონეთი. კი ბატონო. რაში გამოიხატება? ისტორია არის ჩარჩენილი მაგაში. ანუ აი საბჭოთა კავშირის დროს ქართული ჩაი ხვდებოდა მათთან ბაზარზე და იმდენად საინტერესო და იმდენად ნოსტალგიული არის, რომ რო ჩამოდიან, აი რო ვეკითხები, რატომ მოხვედი, აი დედაჩემმა დამაბარა, რომ წადი და ქართული ჩაი წამომიღე. ნუ, ოკეი. რა მოსავალი მიგვიღია წასული. შესანიშნავი, მე უკვე დავთვერი ჩაის სულით. ესე იგი, ეხლა რა ხდება? აქ ჩვენ ვავთავსებთ ამ ნორჩ ჩვენ ახალგაზრდა ფოთლებს. დაახლოებით დღენახევრის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვეძახით ღნობის პროცესი. ღნობა რა როლს ხო, ღნობა ეხლა რა არის? რა, ეს არის სადღაც 70-75% წყალი უნდა დაკარგოს ფოთოლი. ბუნებრივად. და ხდება ესეთი უფრო ელასტიური, ესეც საინტერესო. და შემდეგ უკვე გადადის მექანიკურ დამუშავებას. ხო, და მაქსიმალურად ელასტიურია. კი ბატონო. ძალიან მაგარი მოსავალი შესანიშნავია მარტო. წელს მაგარი მოსავალი. კი. თოვლი ყვარებია ესე იგი, ხო? ამ თოვლში რომ მოახერხა თავის ესე. ხო, თოვლი ახლა რა ხდება? თოვლი გვეხმარება ბაქტერიებთან ბრძოლას. ბაქტერიები და აი არასასურველი ელემენტები, ვინც არიან ბაღში, მინუს გრადუსი იმათ გაანეიტრალებს და აღარ გვიწევს რაღაცა შხამქიმიკატების და რაღაც მაიმუნებების გამოყენება იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქცია მივიღოთ. ალექსანდრე, კაი მოსავალი, ნუ ვიზუალურად ეტყობა, ხარისხს ნიშნავს მეტწილად, მაგრამ რაოდენობრივად კარგი მოსავალი. რაოდენობრივადაც კარგი მოსავალი გვაქვს და ხარისხობრივადაც, კი. ყოველ წელიწადს ვაუმჯობესებთ როგორც მეთოდიკას დამზადების, ასევე ჩაის მიღების ტექნოლოგიას. და სორტირება ხდება ხარისხის მიხედვით? კი, სორტირება ხდება უკვე გადამუშავებულ პროდუქციაზე. იქ რაც გამოდის უკვე მზა პროდუქცია, შემდეგ ხდება მისი ფრაქციებად დანაწილება, ანუ უხეში ფრაქციები გამოცალკავდება და რაც შეება უკვე რაც მისაღები არის ჩვენი სტანდარტისთვის, უკვე იმით ხდება რეალიზაცია. გამოსავლიანობა როგორია? დაახლოებით 5 კილოგრამი ესეთი ცოცხალი ფოთოლი იძლევა 1 კილოგრამ მზა პროდუქციას ჩაის. და ძალიან მინდა დაგემოვნების პროცესი მოვასწროთ ჩვენი ქრონომეტრაჟის პირობებში. ამიტომ აქედან გადავინაცვლებ. დანადგარებზე აღარ ვსაუბრობთ. თანამედროვე დანადგარებით ხდება გადამუშავება ჩაის, გაშრობაც სულ რამდენიმე წუთში კადრის მიღმა, როგორც ვილაპარაკეთ 1 საათში, მგონი დაახლოებით, ხო? აი ეს არის შრობის აპარატი, რომელიც ჩინეთში ჩვენთვის არის დამზადებული სპეციალურად და უკვე მათ ხდება საბოლოო ფიქსაცია პროდუქციის და სხვათა შორის ჩაიც გვაქვს, აქ შეგიძლიათ. ნახავდით. როგორი შავია. აი ეს არის ამ დილით გამომწვარი. როდის ექნება კამერებს ფუნქცია? ნეტა ჩვენი მაყურებლები რო იგრძნობენ რა არომატებზეა საუბარი. ალბათ მალე. ჩვენ აი გვიწერია ტაბა თი ფილოსოფი და უქადაგებთ ესეთ რაღაცას, რომ
მაქსიმალურად ვიყოთ აქ და ეხლა. ასე რომ ამაში ჩაი ძალიან გვეხმარება. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სამი სახეობის პროდუქცია, ეს არის შავი კლასიკური, ჩემი საყვარელი გადასარევი მწვანე. ეს არის ველური მოცვი გომის მთის ფერდობებით. საოცარი პროდუქტია, არ შეიცავს კოფეინს, სავსეა ანტიოქსიდანტებით. და უჩვენთ ყველათ, ვისაც უყვარს აზროვნება და ვისაც სურვილებს, რომ კარგად ხედავდეს ყველაფერს. რაც შეეხება მწვანე ჩაის, ესეც საოცარი პროდუქტია. ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაიში ექსკლუზიურად არის მაღალი რაოდენობით ამინოჟავა, ელეთინი, რომელიც ეხმარება ადამიანს იყოს კრეატიულ ფაზაში. ანუ წერლები, მუსიკოსები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან, შემოქმედების პროცესში არიან. ალბათ უმეტეს შემთხვევაში არაფოცნებიერად სვამენ ჩაის. იმიტომ რომ ეს ზუსტად ეხმარება ამ პროცესს ძალიან კარგად და ეს ამინომჟავა არის დიდი რაოდენობით ამ მწვანე ჩაიში. თქვენ რომელს რჩევთ მწვანეს თუ ყველაზე ხშირად მე ვსვამ მწვანე ჩაის და ველურ მოცვს. დღის განმავლობაში, იმიტომ რომ დაახლოებით ლიტრანახევრიდან 2 ლიტრამდე ჩაი ვსვამ. ნუ ყოველ დღე ვერა, მაგრამ როცა შემიძლია. ამიტომ ჩემი პროპორციები და პოზიციები მაქვს ამ მიმართულებით. ჩაის განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება როგორც მოდუღების პროცესში, ასევე აი მაგალითად რამდენი გრამი უნდა ჩაყაროთ, როგორია ჭურჭელი, გარემო, ანუ ეს მთლიანად რიტუალია, ხო, რომელსაც აი როგორ გითხრათ, აი მე ვფიქრობ ეს ადამიანის გაგრძელებაც რაღაც სტილში რა. მე ახლა გრძნობ უკვე ჩაის ფილოსოფიაში შევდივარ გონი. თვითონ არის ეგეთი. 7 ღრმა თავისი აქვს ბევრი. თუ მოусმენთ გავიგებთ იმას, ხო, გავიგებთ იმას, რაშიც არის ძირითადი საქმე. დაყოვნების პროცესი ალბათ დაახლოებით 4-დან 5 წუთამდე. გააჩნია რომელ ჩაისთან გვაქვს საქმე. ჩავხდოთ ახლა ჩვენი წამზომი. რაღაცით მართლა მედიტაციას მოგონაზე. ხო, თვითონ პროცესი არის ისეთი, რომ ბუნებრივი არის რა. ანუ ხვდებით ახლა აი მაგალითად ყავა მიყვარს, ხშირად მივირთმევ, მაგრამ ყავასთან სხვანაირი პოზა არის. კი, ანუ ერთხელ დალევთ, მეორე ფინჯან ყავას ვერ მიირთმევთ. ჩაისთან პირიქით არის. ანუ ერთ დროს სვამ, თან ის რაღაცა ეს მოგზაურობა არის რა, შიგნით მიდიხარ, სულ შიგნით არის. ხო? გარეთ არ არის. შიგნით არის. გაფიქრებს, განელებს. ხო, თქვენი აზრით დღეს ქართული ჩაის პრობლემა და ხარვეზები რაშია? პირველ რიგში ცნობადობა. ალბათ, იმიტომ დაბალი ცნობადობა აქვს. ხარისხის ნაწილში გამოსწორდა ბევრი მცირე და საშუალო კომპანიები არის, რომლებიც მართლა კარგ ჩაის აწარმოებენ და ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა წავიდეს ამ მიმართულებით და კულტურის ნაწილი, ანუ ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ უფრო დაინტერესებული, კარგი, მაღალი ხარისხის ჩაის მიმართ და სახელმწიფოც ალბათ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია, მე ვფიქრობ. განსაკუთრებით მსგავს რეგიონებში, როგორც გურია და ზემო იმერეთი ასევე. კარგი და ხარისხიანი ჩაი მომხმარებლისთვის, ვისაც ამ საწარმოო პროცესთან შეხება არ აქვს, არ იცნობს ამ კულტურის რაღაც კონკრეტულ ფაზებს, რასაც ჩაი გადის, როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი კარგია და ხარისხიანია ჩაი, ეს გემო და არომატია თუ არის მანდაც რაიმე საიდუმლო? ხო, არის რამოდენიმე ნიშანი, რაც იძლევა იმის იდენტიფიცირების საშუალებას. პირველი არის თუ ჩაი ფოთლოვანია, უნდა ქონდეს მსგავსი ფორმა. სპირალისებური, დახვეული ან იოტა.
შემდეგ ფინჯანში აუცილებლად ის იშლება და იღებს ფოთლის ფორმას. ამას მოგვიანებით ნახავთ. ანუ უბრუნდება აი იმ საწყის ფორმას, რაც წარმოებაში ჩვენ ნახეთ ფოთლს რა. და ეს არ არის რაღაცა მტვერი ან ფრაქციად ქცეული ჩაი. ძირითადად ნიშნული მაინც არის თლიანი ჩაის ფურცლის პოვნა თქვენს ფინჯანში. ნახავთ ამას. ოკეი, ჩვენი დროც მოვიდა. რამდენიმე წამი დაგვრჩა. მირთვით. ძალიან შესანიშნავია. ძალიან არ ვიცი ამ ჩვენმა მზადების პროცესმა და რიტუალმაც შეიტანა ალბათ თავისი წვლილი. და ეს ყველაფერი ერთად კომბინაციაში არის ისეთი ამბავი, რომ სიტყვებით ცოტა რთულია გადმოგცეთ. მოდით აქ აუცილებლად შემოიარეთ. აი წვეთებს რო დაგათვლევინებს ბოლოს და ბოლომდე მოგინდება. ეგეთი ჩაია. ხო. ეხა აქ რა ხდება? ეს ჩაი გვაძლევს 3 დონის გემოს და არომატს. ეს პირველი ჩვენ რაც მივირთვით, ეს არის პირველი შესავალი და აი ყოველი წუთი, 2 წუთის განმავლობაში უკვე ეცვლება ფერიც და გემოვნება. შეხედეთ, ეგ როგორ შეიცვალა უკვე. კი, აი. ხო, ეს ახლა უფრო მკვრივი ჩაი გახდა. მე სხვათა შორის ხო, უფრო მკვრივი ჩაის მოყვარული ვარ. კი ბატონო. აი მართლაც მიჩვეულები ვართ, რომ ჩაის როცა ვსვამთ რაღაცთან გვჭირდება. აი ამას აღარ ითხოვს სრულიად. ეს არის ერთადერთი თვითკმარი ის არის სასმელი. ალბათ ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რაც რეაქტიულ გურულებს ამშვიდებს. აბა ჩაის ტურები. ჩაის ბაღების ექსკურსიებია, ვიზიტი ჩაის წარმოებაში, ელიტარული ჩაის ხაზის დეგუსტაცია ჩაის ოსტატთან. ეს ყველაფერი თქვენ სივრცეში ხდება. ხო, რა დღეს ჩვენ ნახეთ ფაქტიურად იგივე გზას გადის უფრო დეტალურად ჩაის ენთუზიასტი. იმიტომ რომ ამას 20 წუთში ამ ტურს ვერ დახურავთ. ხო, ბუნებრივია. ჩვენ შემთხვევაში. სადღაც საათნახევრის განმავლობაში გადის ამ გზას ვიზიტორი. ძალიან მომწონს თქვენი მარკეტინგული ესეც გეზიც ისეთივია, როგორც ჩაის პლანტაციები, ლამაზი ესთეტიკური მოწესრიგებული, მარკეტინგულადაც ყველაფერი ძალიან ო ჩვენ სწორად ვფიქრობ, ვცდილობთ რომ აი დეტალებზე ვიყოთ ორიენტირებული. ყურადღებას ვაქცევ ესთეტიკის ნაწილს, რა ჩემთვის ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ნაწილში. პატარ-პატარა დეტალები ქმნის იმ საერთო ენერგიას, რასაც ჩემი ჩიტებით ეთანხმება. როცა მოუახლოვდით თქვენს ეზოს, პირველი შთაბეჭდილებები აქედან დაიწყო, უკვე შემოსვლამდე დაიწყო. შესაბამისად, წარმოუდგენელია ამის გაკეთება ბევრი ფიქრის, ესეთი ღრმა მონდომების და აი ესეთი ყველა დეტალის პატივისცემის გარეშე მე ესე ვფიქრობ. თან ძალიან საინტერესო ლოკაცია აქ ამ ყველაფერს. ხო, ანუ ქალაქ ბათუმიდან არის სულ რაღაც 45 წუთის სავალი მანქანით. საცობებს თუ არ გავითვალისწინებთ. ქუთაისიდან სადღაც 2 საათი და ოზურგეთის ცენტრიდან სულ რაღაც 5-6 წუთია მანქანით. ჩვენი ჩაის დროც მოვიდა. მწვანე ჩაის დროც. მე დააკვირდით ახლა ამის სურნელებიდან რო დავიწყოთ, რა საინტერესო ზედაპირი აქვს. კონი უნდა შევიცვალო აზრი. ეს არის სიცოცხლე. ხო, აი მე ვფიქრობ, რომ აი აქედან ახლა მწვანე ჩაი ჩვენ წაგვიყვანა უკან ჩაის ბაღებში. კი, ხო ეგ ამბავი. აი ზუსტად ეგ არის.
აი ეს მთავარი ხიბლი, სიმწვანე, ნორჩი, ფოთლების და იქ დატრიალებული არომატების, აი აქ სულ სხვანაირად იგრძნობა და ვასრულებთ მოცვის ჩაით, განსაკუთრებული, გამორჩეული, ველური მოცვის ჩაით. ველური მოცვის ჩაით. რომელიც სავსე ანტიოქსიდანტებით არ შეიცავს კოფეინს. ფორმა შეიძლება ვნახო როგორ. კი, რა თქმა უნდა. ახასიათებს ხილის ესეთი მომჟავო. აი არომატაზეც უკვე იგრძნობა. და წამოვიდეთ გომისთვის ფერდობებზეა დაკრიფილი ზღვის დონიდან 400-600 მეტრის მანძილზე. რა შესანიშნავია. ალექსანდრე, სად შეუძლიათ სულველებს თქვენი ჩაის შეძენა? ესე იგი, ჩვენ საიტზე გვაქვს ჩაშენებული ონლაინ მაღაზია. მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 სამუშაო დღეში და ასევე საზღვარგარეთ 26 ქვეყანაში. ანუ ძალიან ბევრი მოხმარებელი ყავს, რომლებიც აქ სტუმრობენ, შემდეგ მიდიან თავიანთ ქვეყნებში, თავიანთ სახლებში, შეყვარებულები არიან ქართულ კულტურაზე, ქართულ ჩაიზე და იწერენ ჩვენ პროდუქციას ჩვეულებრივად. გამაგარია. დაახლოებით 1 კვირა 26 ქვეყანაში. ახლა უკვე მოცვის ჩაი. ესეც ველური მოცვი. ამას საერთოდ სხვაგან მივყავართ. აი ტყის არომატები მოდის პირველივე. ვაახ. აი ხა მოვიდა მოცვი. მე ამას ვეძახი ბუნების საგანძურს. აი მართლა ისე ამდიდრებს სხეულს. მართლა საგანძური. აუ ძალიან დაბნეული ვარ, ვეღარ ხვდები რომელი უფრო ჩემია. მე დაგეხმარებით გადაწყვეტაში. დღის პერიოდების მიხედვით. დილით შავი ჩაი უფრო ალბათ ან მოცვი. ხშირ შემთხვევაში მე ურევ ერთმანეთს. კარგი კომბინაცია. მეორე ნახევარში უკვე მწვანე ჩაი. რომელსაც აქვს უფრო დამამშვიდებელი. დამამშვიდებელი ისეთი დღის სტრესების დამაბალანსებელი. ესე მიგუდავს. აუ რა მაგარია, ახლა სულ სხვანაირად გაიხსნა, ძალიან მაგარია. ბრწყინვალეა. გამთ. ვაუ. ზაფხული რო დაგღლით გამოგიარეთ გვესტუმრეთ. სიამოვნებით გამოვისეირნებთ თქვენკენ და ნებისმიერ სურველს, როგორც გითხარით, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ, მიიღოთ ამ ტურში მონაწილეობა, დატკბეთ, ისიამოვნოთ და სულ სხვაგვარად აღმოაჩინოთ აი ეს თითოეული ჩაი, რომელზეც ჩვენ გელაპარაკეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ის ემოცია ვერ შემოვა, თუ პირდაპირ შეხება არ გაქვს ამ ყველაფერთან. ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის, მედიტაციისთვის, რაც მთელი დღის განმავლობაში გავიარეთ თქვენთან და თითოეულ ნაწილში ბაღიდან დაწყებული ეს დამუშავების პროცესით და აი ეს ბოლო ჩაის რიტუალით დამთავრებული, რაღაცა სხვანაირი ენერგიით დამშვიდებული, დაბალანსებული, წავალ აქედან და ენერგიით დატენილი. ენერგიით დატენილი, კი, თავისთავად. ჩვენი მოწოდება მიირთვით ქართული ჩაი და გაიხანძლიოთ სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე. მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, თქვენთან სტუმრობა, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს და გვაქვს იმედი, რომ დავბრუნდებით თქვენთან. სიამოვნებით.